ავტომობილურ გზების დეპარტამენტსა და კუვეითურ კომპანიას შორისაა გარაზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გარაზემო ოსიაურის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო S60 ავტომაგისტრალის შემადგენლობის ნაწილია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვეა. ავტომობილურ გზების დეპარტამენტსა და კუვეითურ კომპანია კოპრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოებზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს 12 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას. კონკრეტულად ეს მონაკვეთი არის აგარაზემო ოსიაურის მონაკვეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე საქართველოსთვის, იმიტომ რომ იქნება დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოში ჩვენ ვასრულებთ უკვე არა პირველ პროექტს, მანამდე შევასრულეთ თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი და გომბორის მონაკვეთის პროექტი.